აუცილებელი არის ვაცრის ჩატარება. აი როგორც ადამიანები იცრებიან ჩვეულებრივ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით. ანალოგიურად მიმდინარეობს ტენდენცია და საუბარი იმაზე, რომ ანალოგიურად დაიწყება და დამკვიდრდება, ასე ვთქვათ, მომდენო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება. აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. არავით არის გვერდითი მოვლენები რაღაც გართულებები არ ახლავს აღნიშნულ აცრებს. ამერიკის შეერთებული შტატები ამ ყველაზე ძლიერი ქვეყანა სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს Pfizer-ის ვაქცინას. და ვაქცინებს ზოგადად გამოაცხადებს, რომ ყველა დონის სასწრაფოდ ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა. რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს სამწუხაროდ, უნდა თქვა და უყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება. ამიტომ ამის თავის დაზღვევის მიზნით საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. გვაქვს ვაქცინები, უნდა ავიცროთ ყველანი. დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, მეგობრები, რომ ყველანი ავიცროთ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილი არის. თავარი არგუმენტი კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრათ ჩვენ მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, მეგობრებო.